არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. როგორ უკავშირდება ქრისტიანის გარეგანი საქმე შინაგანს? წმინდა მამათა სწავლებით, წყევლა მიწისა, რაც ღმერთმა ადამისა და მისი შთამომავლობის დასასჯელად წარმოთქვა, არის ჩვენი მოდგმის სასჯელი და დღევანდელამდე აწევს დედამიწას. მასზე ამიტომაც ხარობს სხვადასხვა სარეველა, ბალახი და ხე, რომელთაც საკვებად გამოსადეგი ნაყოფი არ გამოაქვთ. ხოლო სხეულის გამოსაკვებად საჭირო ყველა მცენარე კაცმა მუდმივი ჯაფითა და ოფლის ღვრით უნდა მოიყვანოს. მაგრამ ეს სასჯელი სულიერი თვალსაზრისით ჩვენს გულს უკავშირდება. ეს მიწა, ჩვენი გული, ადამის შეწოდების შემდგომ ისევ აღმოაცენებს ნარეკალს, ანუ ცოდვით შეგრძნებებსა და ზრახვებს. ზეციური პურის, ღვთის სიტყვის ჩანერგვის გულში, გულის განცხოველებისა და სულიერი ცხოვრების შემძლებლად ქცევის აუცილებლად სჭირდება დიდი შრომა და მოღვაწეობა. თესლის აღმოსაცენებლად მიწა უნდა დამუშავდეს, საჭიროა მისი მოხვნა, დაფარცხვა, გათოხნა, სარეველა ბალახების ფესვიანად ამოფხრა. ამისთვის აუცილებელია სხვადასხვა იარაღი, გუთანი, ფარცხი, თოხი. ჩვენ გულსაც ზუსტად ასევე ესაჭიროება მარხვით, მღვიძარებით, მუხმოდრეკით, საერთოდ ხორცის დადგრუნვით დამუშავება, რათა მოვთოკოთ მისი ზრახვები, მისი ხორციელი, მისრაფებანი და გონების ხორციელი ზრახვანი. მაგრამ თუ გულის ასეთი ხორციელი ღვაწლით დამუშავებისას იგი არ შეითვისებს სახარებისეულ ცნებებს, არ იხელმძღვანელებს და არ იცხოვრეს მათით, მაშინ იგი გაცილებით უხვად აღმოაცენებს ცუდმეტიდობის, პარტავნებისა და სიძვის სარეველებს, ვიდრე მანამდე მოხნული, განოყიერებული, გაფხვიერებული, მაგრამ დაუთესავი მიწა მეტი ღვაწლით გაახარებს ღვაწლს. საერთოდ დაუმუშავებელ ნიადაგზე არც თესავენ, ასეთია ხორციელი ღვაწლით დაუმუშავებელი გულიც თავისი მოუთოკავი ხორციელი ლტოლვით. მას არ შეუძლია სულიერი ნათესის თავის თავში დატევნა და ვინც ამას შეეცდება, ამაოდ დაშვრება. შეიძლება თვითცდუნებასა და ეშმაკისეულ ხიბშიც კი ჩავარდეს. ხორციელი შრომა ჩვენთვის არსობრივად აუცილებელია. წმინდა მამები ამბობენ, რომ ხორციელ შრომას სიმდაბლეში მოყავს სული. მაგრამ რა კავშირი აქვს შრომას სულის განწყობასთან? ამ შეკითხვას აბა დოროთე პასუხობს. მე განგიმარტავთ ამას, როგორც წმინდა გრიგოლი ამბობს, რა კი სული მცნების დარღვევის შემდგომ მიეცა ტკბობის მოყვარეობისა და თვითრჯულობის საცდურს და შეიყვარა სხეულისეული ერთგვარი შერწყმა სხეულსა და თავად ყოვლითუთ ხორციელ გახდა, როგორც ნათქვამია, არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ხორცს. დაბადების მეექვსეს მესამე. მას შემდეგ საბრალო სული თითქოს და სხეულთან ერთად განიცდის ვნებას და მას ყოველმხრივ თანაუგრძნობს. ამიტომაც გვითხრა ბერმა, რომ ხორციელი შრომას სიმდაბლეში მოყავს სული. სხვაგვარია ჯანსაღი კაცის სულის განწყობა და სხვა არის ნეულისა, სხვა არის მშიერისა და სხვა არის მაძღრისა. ასევე სულის სხვა განწყობა აქვს ცხენზე ამხედრებულ კაცს, სხვა ტახტზე ან მიწაზე მჯდომს, სხვა ლამაზად შემოსილს და სხვა დაძონძილს. ამგვარად შრომა სხეულს ამდაბლებს, ხოლო სხეულის დამდაბლებასთან ერთად სულიც მდაბლდება. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, როგორ უნდა შეესაბამებოდეს შინაგანი სულიერი შრომა გარეგან, ხორციელ შრომას. არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი გარეგანი მოღვაწეობის მიზანი, გულის ლმობიერყოფა, მისი დამდაბლება და მისთვის ღვთის სიტყვის აღქმის უნარის შეძენა, რასაც მაშინვე უნდა დაურთოთ სულიერი თესლის ჩათესვა. გულის ნიადაგის ასეთი დამუშავებისას ცხადად უნდა გქონდეს გაცნობიერებული ჩვენი საზომი, შესაძლებლობა, ძალები, რათა მოვხნათ იმდენი, რამდენის დათესვას, ნათესის გახარებასა და მოსავლის აღებას შევძლებთ. ახლა განვიხილოთ ზოგიერთი გარეგანი სათნოება და ის არასწორი საწყისები, რასაც შეიძლება ისინი ეფუძნებოდნენ.